მაგ ყველაფერი ტელევიზორში რო ვთქვა არ გინდათ? დაიწყეთ რა. ოღონდ ჭიხას გაუშველი რომ სადღერძელო არ ეგონოს ფილმს. ქართული კინოს ჰქონდა განსაკუთრებული ხიბლი. ეს ადამიანები მარტო გენიალურ ფილმებს კი არ იღებდნენ და მარტო ქვეყანას კი არ ემსახურებოდნენ თავიანთი პროფესიონალიზმით. პიროვნებები იყვნენ. თეატრი და კინო თანამშრომლობდნენ. მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა მწერალ ნოდარ დუმბაძისა და რეჟისორ გიგა ლორკიპანიძის პიესამ მე ბებია ილიკო და ილარიო. ერთმანეთის შემოქმედება აინტერესებდა. ყველა ფილმი თითქმის იყო გასროლა. აი ყველას მინდა ეს კითხვა დაუსვა, რომ რა იყო ეს, რა საოცარი ეპოქა იყო, როცა ყველაფერში აღორძინების ხანა იყო. დღეს ეგეთ ფილმს ვინმე გადაიღებს? ძალიან რთული კითხვა დასვი. აი ესე იბუთქებს რაღაც აუცილებლად. რაღაცა უნდა მოხდეს, რაღაცა უნდა გაასროლას, რო იძახი თქვენ, რის გასროლას აპირებთ, არ ვიცი, მაგრამ რა უნდა გაისროლა? ამბავი, რომელიც მე გადამხთა. ეხა მე მაგას მოვკლავ. კახი იძახის რეზოზე. ეს ნაღდი ამბავია და ნოდარმა მიწერ კვირის გაგარი და სულ შეჭამეთო. შეჭამეთო კიდე. ატონო რეზო გაბრაზებულებენ, რო იცოდა ეს. თხილად იყავი. ხრა და კარი მოკედა. რა ხდება ხელფასის დღე გაქვთ დღეს? ერლომი ჩაერია ქუჩაში ვიღაც ბების ჭუბში. ოდიში უთხრათ. ოდიში შეგაწუხეთ. შენ და ვარტყი. და კიდე არ გაულაწუნა მიმგაც რა. დაიკითხეთო და მომაწოდა რაღაცა. წავედიო და ეს იყო არაჩვეულებრივი გამოფენის სცენა. ძველი ნამუშევარია. ბნელი რომ იყო ხალხი მაშინდე. ესე წერს მე ვტიროდი და ვიცინოდი ერთდროულად. ესო ყველაზე ძნელია. სიცილისგან ცრემლები მდის. გამოვიდა ეს აივანზე და შეხედა თუ არა მანქანაზე. ჩხიქთა ქორწილში იყავი. გაგირებული გიყურებთ ერთი ორჯერ რაღაც ზავხედი ამ ჩარლის ასე ახელები რა გიახად რა დელაპარაკო იუმორისტული განაცემა ნაღდი გამოსულა ძალიან კაი გადაცემაც გამოვიდა. აი ეხლა ძალიან გაუგვირძელდა ეს ამბავი. ანუ დასვიდანია. ძალიან კარგი გადაცემა. ქეთი დუმბაძე ირაკლებთან. კვირას ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში კინო ანატომია.